ერთდროულად რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაცია დაკავებულია 20 ადამიანი, რომლებსაც ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. 4 პირს შორის კი, რომლებსაც ბრალი დაუსრულებლად წარუდგინეს, ორი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებულების სარგებლის მიღების მიზნით და ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციებით ფინანსური დაავების მოგარებაში მონაწილეობდნენ და პროცესში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებსაც რთავდნენ. საგამოძიებო მასალების მიხედვით ერთ-ერთი მოდავე მხარის მიმართ მუქარასაც ჰქონდა ადგილი. საქმეში ფიგურირებს ფარული აუდიო ჩანაწერები. კოკოშკა, ფარეხელა, უწყლო, ბელეშა, ჯაგა, ჩინელა, სტალინა, ფოხრე. ეს იმ პირების მეტსახელებია, ვისაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელბორკილები გამთენიისას დაადეს. ისინი ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს. კოკოშკა დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ვინც ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წესებით ერთ-ერთ პირს თანხის ეგრეთ წოდებული ქურდული საერთოსთვის ფულის გადახდას თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანგარიშსწორებით ემუქრება. გორი იმენა ჩიკაგო გაეძრო რა. Аргад დაიხდის ფულსა მიცა бенზინი короче. Алло, მე კოკოშკა ვარ. ჩვენი ზემლიაკია ერთი სპორტსმენი სიმონა მაგია საქმის ხურში. მაგი ფული მარტო ჩემი კი არა. როგორ ჩემია ისე სოსოს. მარტო აგერ ვინც ეჭამს კი აქვს ყველას დედა მაგადაც ხუთა აბაიზე ჩუბი იყო ასრესტი არა მე არ მოყოლიაო შერიგნიანო ჩამოართები ხელსა შერიგდი მე მაგას მეტყვი რომ 5 მოიტანეთ მე პროსტა ძმაო რა მინდა იცი მაგასა როგორ შევარჩინო ძმაი ფული ხო ხდება შერჩება ეგა ვითხაობა არის რაც მაგან გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ფარული აუდიო ჩანაწერით კი ირკვევა, რომ ერთ-ერთ დაზარალებულ პირს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ფოლადა სახელით უკავშირდებიან და $100,000 მობილიზებისკენ მოუწოდებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 20 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორის ორი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. საზღვარგარეთ მცხოვრებ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად ჭინკას და ირაკლი ლეჟავას მეტსახელად ლაზარეს ბრალი კანონიერი ქურდობისთვის დაუსწრებლად წარედგინათ. ხოლო 1991 წელს დაბადებულ მბ-ს ქურდული სამყაროს წევრობისთვის. ინტერპოლის მიერ ძებნილ 1993 წელს დაბადებულ ემ-ს ბრალი ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე წარედგინა. არ არის პრობლემა მიგიხედა მოდა. ვითხარი აბა როგორ? არაფერი ზოგადად როგორ ვითხარი და მიამატეთ იქ ჩვენი. 4 ხო? მე მაგიტო ხო, всё, გასაგები. იქ როგორც ვითხარი არ ვეუნე გარავს, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დაავების მოგვარებაში აქტიურად ერთვებოდნენ. ამ მიზნით საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომელშიც საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები, თენგიზ ხოფერია მეტსახელად ჭინკა და ირაკლი ლეჟავა მეტსახელად ლაზარე მონაწილეობდნენ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების დროს პოლიციის მიერ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღებია ამოღებული. დადგინდა, რომ ბრალდებულები ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის ასევე თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად მითკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. საქართველოს პროკურატურა 20-ვე ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 6-მა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს მიმართა. ბრალდებულებს მათ შორის 2 პირს დაუსწრებლად ბრალდება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისათვის, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ. დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცა, თუმცა უფლებადამცველების უმრავლესობის თქმით, მათ დაკავებულებთან შეხვედრები ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. ადვოკატების თქმით, ბრალდება ქურდულ სამყაროსთან კავშირზე არარეალურია. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის დაკავება მოხდა დღის გამთენიისას.
ბინის შეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ ყოფილა ამოგებული. გადმოგვეცა საქმის მასალები ადვოკატებს, როგორც ჩემთვის, ასევე მისი ოჯახისთვის წარმოუდგენელია, რომ მას რაიმე კავშირი ქურდულ სამყაროსთან გააჩნია. რეალი არის ქურდულ სამყაროს წევრობა და აქედან გამომდინარე, ვითომ და კანონიერ ქურდებს დაუკავშირდნენ გიორგი მაზანაშვილს, როგორც აღნიშნე, არანაირი მტკიცებულება არ არის და არავის არც ერთ კანონიერ ქურდთან არ ქონია მას საუბარი, კომუნიკაცია არ ქონია და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე საქმეში სხვა არანაირი სახის მტკიცებულებები არ არსებობს. გამოძიება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის და გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს.